გაძვირებულმა საავიაციო საწოლმა ამანათების გამოწერის ფასები გაზარდა საფოსტო და საკურიერო კომპანიებში. ამბობენ, რომ ქართულ მომხმარებელს ამანათების გამოწერა უფრო მეტად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაუწევდა. თუმცა ფასების მატება მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არ მომხდარა. რა გავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას საფოსტო და საკურიერო ბიზნესზე, ასევე როგორ შეიცვალა ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება? მარი მელიქიშვილი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაიამი ვესალმები ჩვენს მაყურებელს. გადაზიდვების ხარჯები არის ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი საფოსტო და საკურიერო ბიზნესისთვის. შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ტრანსპორტირების ტარიფებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ამ სფეროზე გავლენას ახდენს. როგორც ვიცით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გაძვირებულმა საავიაციო საწვავმა ავიაკომპანიები აიძულა ეგრეთ წოდებული დამატებითი საწვავის გადასახადი დაეწესებინათ, რამაც ცხადია, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვები გააძვირა. შედეგად მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა საჰაერო გზით ამანათების ტრანსპორტირების ხარჯები. პირობითად, თუ ადრე 1 კილოგრამი ამანათის საჰაერო გზით გაგზავნა $10 ჯდებოდა, ახლა იგივე შეიძლება 12-დან $15-მდეც კი დაჯდეს, განსაკუთრებით კი შორმანძილებზე, მაგალითად, ევროპა, აზიის ან შეერთებული შტატები ევროპის მარშრუტებზე. ცხადია, გლობალურად გაზრდილმა სატრანსპორტო ხარჯებმა საქართველოში მოქმედ საფოსტო და საკურიერო კომპანიებზეც იქონია ნეგატიური გავლენა, მათ რიგი მიმართულებებით მოუწია ტარიფების გადახედვა და გაზრდა. მაგალითისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამანათების გამოწერა გაძვირდა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან. ფასების მატება დაფიქსირდა ესპანეთის მიმართულებაზეც 1 კილოგრამზე საშუალო ფასნამატი ქვეყნების მიხედვით 70 ცენტიდან იწყება და $2-საც კი აღწევს. მოვლენების გამო გაძვირდა საწვავი, გაძვირდა ავიაგადაზიდვა, შესაბამისად გაძვირდა ჩვენი ხარჯებიც. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით როგორც სხვა კომპანიებს გადაგვეხედა ჩვენი ტარიფებისთვის, ვინაიდან რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ძალიან რთულია იმ ტარიფების შეხედვით მუშაობა, ვინაიდან ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვნად გააძვირეს ავიაგადაზიდვა და ჩვენც შესაბამისად მოგვიწია რეაგირება. ძირითადად ორი მიმართულებით მოგვიწია ტარიფის გაზრდა, ეს არის საჰაერო გადაზიდვების მიმართულება ამერიკა და ბრიტანეთი. ერთი მიმართულებით გავაზარდეთ 1 ფუნტით კილოგრამზე ტარიფი და მეორე მიმართულებით ამერიკა $1.2. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ჯერჯერობით ფასების ასახვა მოხდა საკურიერო კომპანიებზე და ჩამომტან კომპანიებზე, ფორვარდერ კომპანიებზე, რომლებიც ტრანსპორტირებაში იყენებენ სწორედ ამ საწვავის რესურსს და შესაბამისად პირდაპირი ხარჯი მათი არის საწვავი. აქედან გამომდინარე, საკურიერო კომპანიებმა და ფორვარდერებმა მოუმატეს ფასი დაახლოებით თვენახევრის 2 თვის წინ. რაც შეეხება ტრანსპორტირებას პროდუქტების, აქაურ ონლაინ მაღაზიებს თქმა უნდა გარკვეული მარაგები აქვთ და არსებობს მარაგები, თუმცა ახალი პროდუქტის ჩამოტანა მათ რა თქმა უნდა უფრო ძვირი უჯდება და შესაბამისად ამისი ასახვაც ნაწილობრივ უკვე მოხდა პროდუქტის ღირებულებაში. რაც შეეხება საქართველოში საფოსტო და საკურიერო ბიზნესის განვითარების დინამიკას, კომპანიებში ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო მომხმარებლის ქცევა არ შეცვლილა და საქართველოში ჩამოსული ამანათების რაოდენობა კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნეს პარტნიორისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 30 აპრილის მონაცემებით მიმდინარე წლის 4 თვეში უკვე 800,000 ამანათით მეტია შემოსული, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში იყო. კომპანიების ინფორმაციით მომხმარებლები იწერენ აბსოლუტურად ყველაფერს, პირადი მოხმარების ნივთებით დაწყებული, ავტონაწილებით დამთავრებული, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ მომხმარებლები გლობალურ ონლაინ მაღაზიებზე გადაერთნენ, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციაში კვლავ ადგილობრივი ელ-კომერციის შემცირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების გაყიდვებმა საგრძნობლად დაიკლო. საქართველოდან საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის ზრდაზე მიუთითებს გალთენ თაგარტის მიერ ამ საკითხზე ჩატარებული ბოლო კვლევა, სადაც წერია, რომ 2018-2024 წლებში უცხოეთიდან გამოწერები 7-ჯერ გაიზარდა, ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა 2025 და 2026 წლებში. რაც შეეხება ადგილობრივ ელ-კომერციას, ბოლო მონაცემებით ამ ბაზრის მოცულობამ $2 მილიარდ გადააჭარბა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ძირითადად მომსახურების სექტორებში გაზრდილ ელ-კომერციას უკავშირდება და არა საქონლის შესყიდვას, ანუ ეს სექტორი სერვისის გაყიდვის ხარჯზე იზრდება და არა პროდუქტის. არსებულ კონფლიქტს მოხმარებლის აქტივობაზე
არ მოუხდენია გავლენა, ამიტომ ეს ტენდენცია, ზრდის ტენდენცია, აქტიურობის ტენდენცია გრძელდება. როგორც ომამდე აქტიურობდა მომხმარებელი, იგივენაირად ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შემცირებულა ამანათების რაოდენობა, პირიქით მზარდი ტენდენციაა და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მოიმატებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერს თავისთავად ფეხსაცმელი, დასაცმელი, ავტონაწილები, კოსმეტიკა, პირადი მოხმარების ყველანაირი ნივთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივი ელკომერცია არ იზრდება, ფაქტობრივად ერთ ნიშნულზე რჩება და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ საერთოდ გადიან მოთამაშეები ბაზრიდან. ფაქტი არის, რომ მომხმარებლის კულტურის ცვლილება განსაკუთრებით აი ამ ტრანსსაზღვრო ონლაინ მაღაზიების მიმართ, გლობალური მოთამაშეების მიმართ არის შეცვლილი, ანუ ისინი ხშირად იწერენ უფრო გლობალური ონლაინ მაღაზიებიდან და ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ანუ ბევრი ონლაინ მაღაზია, მათ შორის აქაური ცოტა სხვა პრინციპზე შეიძლება გადავიდეს, აი მაგალითად პირდაპირ ჩინეთიდან გამოგზავნოს პროდუქცია და შესაბამისად ხედავთ იმის რისკს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ნელ-ნელა ეს რითეილის და საცალო ვაჭრობისა და ელკომერციის ნაწილი ძალიან შემცირდება. ადგილობრივ ვაჭრობაზე მაქვს საუბარი, შემცირდება გადასახადები, რომელსაც ვიხდით შესაბამისად ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები ქვეყნის ბიუჯეტში. ცნობისთვის ასევე შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით გასულ 2025 წელს საქართველოში 20 მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა, რაც 33%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემს. მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.